ბათუმის მოსახლეობის ნახევარს გაზი ჯერ კიდევ არ მიეწოდება. იმედაშვილისა და პუშკინის ქუჩის მცხოვრებლები კომპანია სოკარს გაზიფიცირების პროგრამაში ჩართვას თხოვს. რაც პასუხობენ მოსახლეობას კომპანიაში და რა ვალდებულებები აქვს ინვესტორ სახელმწიფოს წინაშე, ნახეთ დროს რეპორტაჟში. ბათუმში იმედაშვილის და პუშკინის ქუჩის მცხოვრებლების ნაწილი გაზიფიცირების პროგრამაში ჩართვას რამდენიმე წელია ითხოვს. მოსახლეობა ამბობს, რომ მათ მაღალი კომუნალური გადასახადების გადახდა უწევთ. ბუნებრივი აირის გამოყენება კი მათი ოჯახების ანახარჯებს მნიშვნელოვნად შეამცირებს. პრობლემა ძალიან დიდია, რომ მთელი ზამთრის განმავლობაში გვიწევს შეშის ყიდვა, გათბობა, ძვირი ჯდება, ხარჯები ძალიან დიდი აქვს. რამდენიმე წელია უკვე ჩვენ განცხადებებით ძალიან ბევრი დავწერეთ, ვითხოვთ, მაგრამ შედეგი არ გვაქვს და ძალიან განვიცდით ამას. მოსახლეობა ამბობს, რომ იმედაშვილის ქუჩის ერთი მხარე უკვე გაზიფიცირებულია, მეორე მხარეს კი ბუნებრივი აირის ცენტრალური მილი არაერთი განცხადების მიუხედავად ჯერ არ გაუყვანიათ. ჩვენ დინაში ჯორჯიაშვილის 22-ში არ არის გაზი და მომდებარე ქუჩის გადაღმა 5-იანში, 6-იანში ის ყველგან არის გაზის გაყვანილობა გარდა ჩვენსას და ძალიან წუხვართ და მოგმართავთ რომ დაგვეხმაროთ. პრობლემა ბევრია ქვეყანაში, მაგრამ გაზი ნამდვილად გჭირდება, იმიტომ ძალიან პატარა მონაკვეთში არის წყვეტა. აი კალიევის და ჯორჯიაშვილი და ჩვენ ძალიან პატარა მონაკვეთი, როცა შეიძლება ამის სრულიად გაკეთება. როგორც მოსახლეობა ამბობს, გაზიფიცირების პრობლემების მოგვარებას და კომპანიას სოკარ ჯორჯიასთან შუამდგომლობას წინა ხელისუფლება პირდებოდა, თუმცა მათი მოთხოვნები დღემდე უპასუხოდ რჩება. არ ვიცი, ალბათ განსაკუთრებული უბანია რომ არ გვაძლევენ გაზს. მეტი რა გითხრათ. წინამთავრობამ შეგვირდა 9 წლის განმავლობაში და არავინ არაფერი არ გააკეთა. განცხადებაც იყო დაწერილი ყველაფერი, მაგრამ მაინც არაფერი არ გამოვიდა. მოსახლეობის მოთხოვნებს სოკარ ჯორჯია აჭარაში პასუხობენ, სადაც განმარტავენ, რომ იმედაშვილის და პუშკინის ქუჩაზე ასევე მიმდებარე ტერიტორიაზე 1000 ოჯახს გაზი არ მიეწოდება. დავით ლეკიშვილის თქმით, ამ უბნის გაზიფიცირება მიმდინარე წელს არ იგეგმება. ჩვენ შესწავლილი გვაქვს ეს უბანი. დაახლოებით აქ თქვენ საუბრობთ 1000-ზე მეტ მოსახლეზე, კონკრეტული ეს რამოდენიმე ქუჩა, სადაც სავარაუდოდ 300,000 ლარზე მეტი ინვესტიცია საჭირო განახორციელოს სოკარ. მიმდინარე წელს აღნიშნული სამუშაოები არ იგეგმება. კომპანია სოკარ ჯორჯიაში ამბობენ, რომ მათ მიერ გაწერილი და სახელმწიფოსთან შეთანხმებული გეგმის მიხედვით მოსახლეობის სრული გაზიფიცირება 2017 წლამდე ეტაპობრივად განხორციელდება.